მაშასე კახაკალაძე დღეიდან უკვე ოფიციალურადაა თბილისის მერობის კანდიდატი. სულ რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდის პარკში საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა ღონისძიება სხვა სტუმრებთან ერთად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს იქნება კახაკალაძის დევიზი. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ის მესამედ იყრის კენს თბილისის მერად. ეხლა კი დღის სხვა მნიშვნელოვანი თემები, სანამ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება და უკვე თბილისის მერობის კანდიდატის წარადგინა ოპოზიციური ველზე ისევ სრული ქაოსია. აზრიურადაა გაყოფილი ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ყოფილი თავმჯდომარე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, მოქმედი კი ლევან ხაბეიშვილს ამის გამო სასტიკ საყვედურს უცხადებს. სააკაშვილის გუნდში არიან ისეთებიც, რომლებსაც სიტყვა რევოლუცია არ აშინებთ, თუმცა თარიღზე ჩამოყალიბებულები არ არიან. რევოლუციას არა, მაგრამ საქართველოს გამარჯვებას აანონსებს მსოფლიობანი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხალხის არმია შეკრებს. ნაციონალების მიერ დაანონსებული რევოლუციის თარიღის გამო კი ყოფილი ნაციონალი ელენე ხოშტარია ყოფილ თანაგუნდელებს სასარგებლო იდიოტებს უწოდებს. 4 დაანონსებული და ჩაშლილი რევოლუციის შემდეგ ქართული ოცნება ოპონენტებს მორიგ მარცხს უწინასწარმეტყველებს. არასდროს არც ერთ ჩვენ წევრს, არც თინა ბოკუჩავარს, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ ეს გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება. 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ 100,000-ობით ქართველი ქუჩაში. უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა, უნდა გავწიოთ. ერთი პარტიის ორი წევრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობაში მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არც აზრთა სხვადასხვაობა აქვთ და არც დაპირისპირება. მაშინ როცა სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილი ამბობს, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ განისაზღვრება, ხაბეიშვილი პოლიტიკური რეალობის შეცვლას 4 ოქტომბერს აანონსებს. რა გაუგებარი დისკუსიებია, რომ ვიღაცას 4 ოქტომბერი არ მოსწონს, რაღაცა არ დავკიდოთ თარიღი. რა შეგაშინათ, კაცო, რა უბედურებაა მართლა. ოპოზიციაში ვართ, რუსული რეჟიმია, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქართულ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად დაამხოს. რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იყიდება და წინსწრებად არ ანონსდება. ყოფილ თავმჯდომარეს ბრძოლის სტრატეგიას მოქმედი უწუნებს. ბოგუჩავა ხაბეიშვილს საყვედურობს და ამბობს, რომ ხალხში არასწორი მოლოდინის შექმნა უპასუხისმგებლობაა. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა. ყველა ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი. ამ სიტყვების ადრესატიც ლევან ხაბეიშვილია, თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვინც 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. საოპერო სცენიდან პოლიტიკაში წასული პაატა ბურჭულაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ეროვნულ კრებას აანონსებს. სმარტფონებით არჩევნების ჩატარების იდეის ავტორს გვერდს ლოტოტრონის პრინციპით არჩევნების ჩატარების ინიციატორი მურმან დუმბაძე უმაგრებს. 4 ოქტომბერს დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. მოემზადეს საქართველო. ბრძოლა ბოლომდე. თუ ისინი მართლა აპირებენ რეალურ ბრძოლას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რეალური ბრძოლის ველი გახარიას გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამიტომ ექს-პრემიერის პარტია კოლეგებს 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. არც წინასწარ დაანონსებულ რევოლუციას აქვს პერსპექტივა და არც სპონტანურს. დიდი ბოდიში, მაგრამ კეთილი ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა და თუ ისინი თვლიან რომ არ არიან სასარგებლო იდიოტის როლში, ცოტა გონს მოუხმონ. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და სხვა ოპონენტების განცხადებები მართველი გუნდისთვის აღიარებაა, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და რევოლუციური პროცესების განვითარებაა. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი ხმამაღალი განცხადებებით პოლიტიკური ზონის მომატებას ცდილობს, თუმცა როგორც წარსულში, ისე მომავალში ოპოზიციის გეგმები რეალობად ვერ იქცევა. ლევან ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში და ჩამოყალიბდა ესეთი დიდი კოლექტიური ნაცმოძრაობა, სადაც ექსტრემიზმი არის ახალისებული. ეხლა ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სხვაზე მეტი განცხადებები უნდა აკეთოს და იქნებ აქ მოიპოვოს უპირატესობა, თუ კი მაგალითად ქურქუმალ ვაიდში ვერ გაკაჩა ბოლომდე. დედანაცმოძრაობის წარმომადგენლები იმაზე ვერ თანხმდებიან, რომ რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიო. ნაწილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს იქნება რევოლუციაო, ნაწილი ამბობს, რომ
არ ვიცითო, მოდი დაველოდოთ, ყური დავადოთ მიწაზე და რევოლუციის გუგუნი თვითონ გვეტყვის, როდის მოვა რევოლუციაო. შვიდობიანი რევოლუცია ასეთი განმარტება არ არსებობს. ეს იგივე რაც დაახლოებით კეთილი ტერორისტი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიციისთვის წყალგამყოფი ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული რევოლუციის თარიღი აღმოჩნდა. ხაზარაძე ჯაფარიძემ დავა ისევ წააგეს ამჯერად ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოში. მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში ლელოს ლიდერების ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი საქართველოს მთავრობისგან მის სასარგებლოდ $64 მილიონი გადახდას ითხოვდა, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ $6.5 მილიონი გადახდა. ვაშინგტონის არბიტრაჟმა 3 არბიტრის მონაწილეობით ერთხმად, მათ შორის მომჩევრების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის სპორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ხაზარაძე ჯაფარიძე ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საერთაშორისო დავა არა მათ, არამედ მათმა ჰოლანდიელმა პარტნიორმა ბობ მეიერმა წააგო. ციხეში მყოფი ლელოს ლიდერები ცდილობენ კვლავ ხელისუფლებას გადააბრალონ თავისი შეუსრულებელი ვალდებულებებიც. ეს მაშინ, როდესაც ანაკლიის სპორტის საქმეზე ხაზარაძე ჯაფარიძემ და ანაკლიის კონსორციუმმა უკვე მეორე საქმე წააგეს. ვაშინგტონამდე კი იყო პარიზის არბიტრაჟი, რომელმაც ასევე სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და ოპოზიციონერებს სახელმწიფოს სასარგებლოდ $650,000 გადახდის ვალდებულება დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ გადაიხადეს დაკისრებული თანხაც, რაც ხელისუფლებისთვის არის პირდაპირი აღიარება, რომ ანაკლიის სპორტი სწორედ მათი მიზეზით ვერ აშენდა. ეს გადაწყვეტილება მიღებული არის ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ 3 არბიტრის მონაწილეობით ერთხმად. ერთსულოვანი გადაწყვეტილება ანაკლიის სპორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟმა მიიღო. 3 მოსამართლიდან ერთი მოსარჩელე მხარემ დანიშნა, თუმცა მათი ვერჩეულმაც დავაში მხარი საქართველოს სახელმწიფოს დაუჭირა. ბიზნეს დავების ამერიკულმა ინსტანციამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობა სრულად ხაზარაძე ჯაფარიძისა და მათი პარტნიორის პასუხისმგებლობაა. სახელმწიფოს მხრიდან კი ნეგატიურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. კონსორციუმი ამერიკულ სასამართლოში საქართველოსგან $65 მილიონ ითხოვდა, თუმცა არბიტრაჟმა ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ $6.5 მილიონი გადახდა დააკისრა. მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლად პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს და ალბათ უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციებიც, თითქოს რაღაც ამერიკულ ინვესტიციას თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, ინვესტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ მათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არიზიარებს ანაკლიის კონსორციუმი და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში დავის სამართლებრივ დეტალებზე არაფერია ნათქვამი. პარიზისა და ახლა უკვე ვაშინგტონის ვერდიქტის მიუხედავად კვლავ ამტკიცებენ, რომ პროექტი ხელისუფლებამ შეაჩერა. დღეს მამუკა ხაზარაძის პარტიაში მისი წლების ბიზნეს პარტნიორის ბობ მეიერისგან დისტანცირებაც სცადეს და თქვეს, რომ ამ დავასთან ლელოს ლიდერებს კავშირი არ აქვთ. ეს იყო კონკრეტულად ბობ მეიერის სარჩელი, მისი საქმე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემხედრობაში არ არის არც მამუკა ხაზარაძესა და არც ბადრი ჯაფარიძესთან. ეს არის ბობ მეიერის საქმე და შესაბამისად უნდა იქნას აღქმული და განხილული როგორც მისი საქმე. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ და ბიზნეს პარტნიორებს იუსტიციის სამინისტროდან უპასუხეს. უწყებაში ხაზარაძე ჯაფარიძის მხრიდან ბობ მეიერისგან დისტანცირების მცდელობას არასერიოზულს უწოდებენ. განმარტავენ, რომ ვაშინგტონში ორივე მათგანი პროცესებში მონაწილეობას იღებდა. არბიტრაჟმა კი დაადასტურა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ ინვესტორების მხრიდან გადავადებების მიუხედავად ვალდებულებების შეუსრულებლობას მოჰყვა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში. ალბათ იმას არ იტყვიან, რომ ამ განხილვებზე როგორც ტურისტები ისე ესწრებოდნენ, ხომ? ანუ ისინი პირველი დღიდან თქვენ თუ ძველ კადრებს ამოიღებთ, ყველას ძალიან კარგად ახსოვთ, რომ აქამდე აცხადებდნენ, რომ ორ საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდნენ დავას და დღეს უკვე გადაწყვეტილების შემდეგ დისტანცირება ნიშნავს იმას, რომ ეს მარცხი მათთვის ძალიან მტკივნეულია.
ხაზარაძე ჯაფარიძის მხრიდან პარიზის შემდეგ შტატებში სასამართლო დავის წაგებამ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე სრულად ჩაკეტა. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამბავს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პოლიტიკოსები საკუთარი სამშობლოსგან კომპენსაციის სახით $1.5 მილიარდ უკანონოდ ითხოვდნენ. გადაწყვეტილებამ კი დაადასტურა, რომ საუბარი დასავლური პროექტის შეჩერებაზე სრული სიცრუე იყო. გამომჟღავნდა, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით ყველა შემთხვევაში და აქაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ანაკლის პროექტი პირდაპირ მათი ჩაგდებულია. არ უნდა დავიწყდეთ ჩვენ მოქალაქეებს $1.5 მილიარდ საკითხი და როდესაც მოქალაქე ამ შემთხვევაში გულისხმობ კონკრეტულად ლელოს ამომრჩეველს მივა საარჩევნო უბანზე, იგი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ხმა მიცე ისეთ პარტიას, რომლის ლიდერებიც ცდილობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში წაიღოთ $1.5 მილიარდ. ჩვენ ხედავთ, რომ ანაკლის კონსორციუმთან დაკავშირებით ის დიდი სპეკულაცია, რაც ხაზარაძე, ჯაფარიძემ და ამ ჯგუფმა აწარმოა, სრული ფიასკოთი სრულდება. საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ მაქსიმალური ხელშეწყობის პირობები შეუქმნა ამ პროექტს განხორციელებისათვის. ხაზარაძე ჯაფარიძე მეიერმა ანაკლის სპორტის საქმე უკვე 2 საერთაშორისო არბიტრაჟში წააგეს. ყოფილ ინვესტორებს პარიზისა და ვაშინგტონის სასამართლოების გადაწყვეტილებით ქართული სახელმწიფოსთვის $7 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ. ხაზარაძე ჯაფარიძისგან განსხვავებით ანაკლის სპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს ბელგიური კომპანია Ian-de-Nulli. ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტზე, რომლის დახმარებითაც აზიისა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა უნდა გაიზარდოს, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა კი ბელგიური კომპანია ადგილზე წარმოებული სპეციალური ბლოკების საშუალებით ტალღის მჭრელების მშენებლობას იწყებს. პარალელურ რეჟიმში ანაკლის სპორტის აკვატორიაში დაიწყება დროებითი ნავმისადგომის მშენებლობა და ფსკერის დაღრმავება. შუადერეფნის პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე წელიწადში 600,000 კონტეინერს გაატარებს. ტალღფეხილი იქნება სიგრძეში დაახლოებით 1.4 კილომეტრი, სადაც პირველი 650 მეტრის დეტალური პროექტი წარმოდგენილია კომპანიაში და მიმდინარეობს დამტკიცების პროცედურა და დანარჩენი წარმოდგება აგვისტოს თვეში, რაც არის მთლიანად დეტალურ პროექტზე გათვლილი. ფსკერის გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო კვლევები, სანავიგაციო სიმულაციები, ტალღფეხის მოდელირება, საბაზისო პროექტის შექმნა და ექსპერტიზა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განახლება, ანაკლის ხმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ეს მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა უშუალოდ აკვატორიის ფსკერის დაღრმავების და ტალღის მჭრელის მოწყობის სამუშაოები იწყება. იმ მხარეში გვაქვს ეგრეთ წოდებული მიწის გასაუმჯობესებელი, ნიადაგის გასაუმჯობესებელი მასალა, რომელიც შემოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან, შემოდის გემი მიწახაბია, რომელიც ამ პროექტის გათვალისწინებულ არეალში ამოთხრის მიწას და ჩაიყრება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჯერ პირველ რიგში ნიადაგი მაგ მასალით გამყარდეს, გაუმჯობესდეს და მერე ხდება უკვე ამ კლდოვანი მასის განთავსება და კლდოვან მასაზე ზევიდან ეწყობა X ბლოკები. ეს არის მთელი ტექნოლოგია ამის მშენებლობის. კონტრაქტორი გეგმავს დროებით ნავმისადგომის გაკეთებას, რომ ამ ქვების ჩაწყობა მოხდეს ნავმისადგომიდან ბარჟების და როგორც გითხარით long reach ექსკავატორების დახმარებით. ტერიტორიაზე დასრულებულია ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების საწარმოო პოლიგონების და ინერტული მასალის სასაწყობე სივრცის მოწყობა. დაახლოებით 2 თვეა X ბლოკებს ადგილზე აწარმოებენ, რომლებიც ტალღფეხილის მშენებლობისას სხვადასხვა სექციებში გადანაწილდება. ეს არის X ბლოკები, რომლებსაც უკვე ამზადებენ ანაკლის სპორტის სამშენებლო სივრცეში, კვირაში 240 მსგავსი ბლოკი მზადდება და საბოლოო ჯამში სავარაუდოდ საჭირო გახდება 14,000 ბლოკის დამზადება. თითოეულ მათგანზე, როგორც ხედავთ, არის დატანილი დამზადების თარიღი და ეს ნუმერაცია, რომელიც ინდივიდუალურად ყველა ბლოკზე არის დატანილი, GPS-ის გამოყენებით მისცემს შესაძლებლობას მშენებლებს 3 სანტიმეტრიანი სიზუსტით გაიგონ თუ კონკრეტულად სად იქნება თითოეული ინდივიდუალური X ბლოკი გამოყენებული ტალღმტეხელის მოწყობის პროცესში.
პორტის მშენებლობის პროცესში დროებითი ნავსადგომი მოეწყობა. უკვე გადაწყვეტილია 120 და 90 ტონიანი სპეციალიზებული ექსკავატორების შემოყვანა. ოქტომბრის შუა პერიოდში სამშენებლო ტერიტორიაზე იქნება ეგრეთ წოდებული მიწახაპია გემიც. სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი იმაზე ადრე დაიწყება, ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმით იყო გათვალისწინებული. ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი მშენებლობა, ახალი ადგილები არის ეკონომიკური ზრდა ქვეყნისთვის პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება, რაც მოიცავს სამსახურის ადგილების შექმნას, თვითონ პორტში დასაქმებული ხალხის შემდგომ, ანუ მშენებლობას ინფრასტრუქტურის. ჩვენი როლიც უფრო გაიზრდება შუადერეფანზე და საქართველოს უფრო სწრაფი იქნება ტურთების გადამუშავებაში. როგორც ვთქვით, ღრმაწყლოვანი პორტი არ ქონდა აქამდე და ღრმაწყლოვანი პორტი თუ გვექნება, თემატურადაც და ლოგიკურადაც უფრო ასე ვთქვათ, ამაგრებს იმას, რომ ჩვენ უფრო სწრაფად გადავამუშავებთ. ანუ მივიღებთ უფრო დიდ გემებს, დავამუშავებთ უფრო მეტ კონტეინერს ერთ დაყენებულ გემზე. პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი, პორტი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პორტი მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება კი შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტიანობას აამაღლებს. შუა დერეფანში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ამოქმედებით მნიშვნელოვან როლს შეიძენს საქართველოს და იგი ბევრად მეტად ძლიერად იქნება პოზიციონირებული როგორც შუა დერეფანში, ასევე შავ ზღვის აუზში და მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ქვეყანას პირველად შეეძლება მიიღოს 10,000 კონტეინერის ტევადობის გემები, რაც მნიშვნელოვანია გლობალური მოწოდების ჯაჭვში საქართველოს პოზიციონირებისთვის. პროექტის გლობალური მნიშვნელობის გარდა პროექტს გააჩნია მნიშვნელოვანი დატვირთვა, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს მსხვილი ბელგიური კომპანია იან-დენული ახორციელებს. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600,000 კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მილიონი ამერიკული დოლარი. და ჩვენ კვლავ უბრუნდებით მთაწმინდის პარკს, სადაც ცოტა ხნის წინ კახი კალაძე უკვე ოფიციალურად წარადგინეს თბილისის მერობის კანდიდატად, ის ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აქვე ითქვა გიორგი ქადაგიშვილი ირაკლი ქადაგიშვილი აკეთებს ახლა განცხადებას მედიასთან. და კითხოთ ბატონო ირაკლი, იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება გავრცელა, რომ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება, ნახეთ ლელოს განცხადებაც, რომ ამბობენ, რომ ტყუის ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ ხაზარაძე ჯაფარის საქმეა, ისინი განმარტავენ, რომ ბობ მეიერს ეხება. თქვენი შეფასება როგორია ზოგადად ამ кейსზე და ლელოს განმარტებაზე? რა შეიძლება ითქვას, აი ნახეთ, უმძიმესი სურათი არის, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღია და ნათელი ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებმა მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ხელშეწყობისა და ეს არა მარტო ჩვენთან ქართულ სასამართლოებში, ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დამტკიცდა, ხო? ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, ისინი რო იტყვიან აესე ცდილობენ ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება დააზიანონ. თითოეული მოქალაქე დააზიანონ. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი პოლიტიკური ღირებულებაც აი ამაში გამოიხატება. პირადი მიზნებიდან გამომდინარე, პირადი წარუმატებლობა უნდათ რომ საქართველოს გადააბრალონ. მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს არის ტყუილი მათი მხრიდან. ასევე ტყუილია მთელი მათი პოლიტიკა. მადლობა. სანავაზეთ.